შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. მუხის ქვეშ მეორე. ამაყათელი ავდარსა, ქარს არ უყადრებ თავსაო, ელვა და ჭექა ქუხილი, ვერ შეგიხრიან წარფსაო, ბაჩანა. კარისმერეთის მილიციის განიარაღების შემდეგ ჯარისკაცები სოფელ სარკოიაში შევიდნენ. ძაღლებმა ყეფა ასტეხეს და ტიტლიკანა ბავშვები შუკაში გამოცვივდნენ. მილიციის განიარაღების ამბავი ელვის სისწრაფით მოსდებოდა სოფლებს. მოხუცი გლეხი გოჯასპირ ჭიშკართან შეეგება გალაქტიონს და მის ამხანაგებს. ეს რა ჩაგიდენია შეკაიკაცო, ჰკითხა მან გალაქტიონს. ამიერიდან ტყეს უნდა შეაფაროთ თავი, ამ საქმეს მთავრობა ასე არ დატოვებს. შვილმა განრისხებულ მამას მიუგო. გათავდა, უკან დასახევი გზა აღარ არის. დღეიდან შეტევაზე უნდა გადავიდეთ. ეხ შვილო, მაჭარი გიდუხს ძარღვებში, თავი არ წააგო, გააფრთხილა გოჯასპირმა. მე არ მეშინოდა სიკვდილის, როცა მეფის ჯარში მსახურობდი, ომში ვიყავი და ახლა, როდესაც მართალი საქმისათვის ვიბრძვი, სიკვდილი რას შემაშინებს? თავრობის ჯარი, კარისმერეთის მილიცია ხომ არ გონია, 10 და 20 თოფით რომ დაამარცხო. გააფრთხილა შვილი გოჯასპირმა. ჯერ 20 თოფი გვექნება, მერე კი 1000-იც. აჯანყება მთელ საქართველოს მოსდებია, მიუგო გალაქტიონმა. მერე ხალხს ვინ მოუყრის თავს, ვინ უთავოსნებს? ჰკითხა გოჯასპირმა. ხშირი გაფანჩული წარბები შეჰყარა და მიწას დააცქერდა ფიქრში წასული ბერისკაცი. ამიტომ მოვედით აქ და სწორედ ამის თაობაზე გვინდა ვითათბიროთ. მიუგო გალაქტიონმა და გოჯასპირს აჯანყებული გლეხობის ხელმძღვანელი ვანო მახათაძე, ნიკო გოცირიძე და კირილე მეძმარიაშვილი გააცნო. გოჯასპირმა უნდობლად შეათვალიერა სტუდენტები. კარისმერეთის მილიციისათვის წართმეული შაშხანები და რევოლვერები რაჟდენის სახლში დაალაგეს აჯანყებულებმა და ოთახის კარები გამოჰკეტეს. ღრუბლიანი ღამე იდგა, მაგრამ მთვარის შუქი მაინც ატანდა. გოჯასპირმა ოტიამ დივნისაგან საზიაროდ აღებული მამულის ჭიშკარს ღვლეჭის რგოლი ახადა. ურდული გამოიღო და ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები შიგ შეუშვა. მამულის თავზე ვეება მუხა იდგა, რომელიც შორიდანვე გამოირჩეოდა მთელ სოფელში. მისი შრიალი ოდნავი ნიავის ქროლვის დროსაც კი ზღვის გმინვას და ხმოვანებას მოგაგონებდათ. მის ქვეშ ფერადი ყვავილებით დაფენილ მოლზე უყვარდათ დივნებს წოლა და კრახუნა ყურძნის ჭამა. მოწმენდილ დღეს ხელის გულივით მოსჩანდა იქიდან კავკასიონის ქედი. ამ მუხის ქვეშ შეგროვდნენ გლეხები. გოჯასპირი და რაჟდენის მამა ნესტორი მიწიდან ამოკუნძულ ფესვებზე დასხდნენ. ვანო მახათაძე გვერდით მოისვეს, სხვები კი
პირდაპირ მოლზე მოთავსდნენ. ვანომ დაიწყო. ამხანაგებო, რაც დღეს კარისმერეთის ბაზარში მოხდა, ამას გლეხთა აჯანყება ეწოდება. აჯანყება მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. დამსწრეთა შორის სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს დღეს მომხდარი ამბავის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა ახლა შეიგნეს და იგრძნესო. ზოგმა თავიც კი ჩაჰკიდა შიშით. გოჯასპირმა ხელი გადაისვა მკერდზე დაფენილ თეთრ წვერზე. მალულად შეაპარა თვალის შვილს, ასე მოეჩვენა, თითქოს გაანათაო ღამეში გალაქტიონის თვალებმა. ვანო მახათაძემ განაგრძო. ასეთი აჯანყებები ეწყობა დღეს საქართველოს ყველა კუთხეში, ოსეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში და დუშეთში. რამ გამოიწვია ისინი? რატომ გაილაშქრა ხალხმა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ? იმიტომ რომ მენშევიკებმა უღალატეს რევოლუციას, არიცავენ ხალხის ინტერესებს, არასრულებენ თავიანთ დაპირებას გლეხკაცობის წინაშე და განზრახ აჭიანურებენ მემამულეებისაგან მიწების ჩამორთმევას. საბჭოთა რუსეთთან კავშირის გაწყვეტა უბედურებას გვიქადის. ხომ ხედავთ საქართველო გერმანიის და თურქეთის ჯარების სათარეშო გახდა. რატომ არიან ისინი საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ? იმიტომ რომ რუსეთის მუშებმა და გლეხებმა უკვე დაამყარეს საბჭოთა ხელისუფლება. იმიტომ რომ იქ მემამულეებს ჩამოართვეს მიწები და გლეხებს გადაეცა. იმიტომ რომ იქ მთავრობა მხოლოდ მშრომელთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრობს. ახლა ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს. ბოლშევიკური პარტიის მოწოდება აჯანყების შესახებ საქმედ ვაქციოთ. შევქმნათ აქ კარგი შეიარაღებული ძალა. მივეშველოთ საქართველოში მოდებულ აჯანყებას და მივაღწიოთ მენშევიკური მთავრობის დამხობას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ აჯანყების პრაქტიკულ საკითხებზე ვითათბიროთ. გლეხებისათვის მისაწვდომი და გასაგები იყო ვანოს საუბარი, რადგან მისი ყოველი სიტყვა მათი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობდა. კრებამ გადაწყვიტა მემამულეთა მიწების ჩამორთმევა და მათი გლეხებს შორის გადანაწილება ორგანიზაციულად მომხდარიყო. შეადგინეს გეგმა, თუ ვისთვის უნდა ჩამოერთმიათ მამული. უწინარეს ყოვლისა ნიშანში ამოიღეს დათა წერეთლის, მუხრან ანანოვის, ოტიამ დივნის, დიმიტრი ყიფიანის, ფრანკ აგრონომის ტიებოს მიწები. აქვე გადაწყდა ჩამოეყალიბებინათ ორგანიზაცია, რომელიც შეუდგებოდა სოფლად საბჭოების მოგვარებას, ღარიბი გლეხებისათვის მემამულეთა მიწების დარიგებას და შეიარაღებული რაზმების შედგენას. არჩეულ იქნა აჯანყების საბოლოო შტაბი, რომელშიც შევიდნენ ვანო მახათაძე, ნიკო გოცირიძე, კირილე მეძმარიაშვილი, ჭიათურის მუშა მიხა ფრუიძე, გალაქტიონ გელაშვილი, რაჟდენ ტურიაშვილი, გიორგი აბესაძე. შტაბს დაევალა მახლობელ სოფლებში ბოლშევიკურად განწყობილ ჯარისკაცებთან კავშირის გაბმა. ასე ჩატარდა სოფელ სარკოიაში აჯანყებულთა პირველი კრება. მუხის ქვეშ მსხდომნი წინ გაშლილ რიონის ველს გასცქეროდნენ. შორს სანათურებით სიმციმებდნენ. ეს ქუთაისი იყო. აი სწორედ ქუთაისის ორგანიზაციასთან დაკავშირებაზე ფიქრობდა ამ დროს ნიკო გოცირიძე. ამ მიზნით გადასწყვიტა ქუთაისში კირილე მეძმარიაშვილის გაგზავნა. ნიკოს აწუხებდა თუ როგორ გამოეხმაურებოდა ქუთაისი კარისმერეთის მილიციის განიარაღებას. თუ გვარდია გამოგზავნეს, მოახსენა მან კრების წევრებს. მაშინ ყვირილაზე ხიდი უნდა ავყაროთ.
ბორანი მოვშალოთ და მდინარის ნაპირები გავამაგროთ. ერთი ან ორი ტყვიან ფრქვევი რომ გქონდეს, ჩვენ ბედს ძაღლი არ დახებდა. გაუმხილა ვანომ თავისი ნაფიქრალი ამხანაგებს. ტყვიან ფრქვევი შოვნა კრებას ჭიათურის ყოფილმა მუშამ, მიხა ფრუიძემ აღუთქვა. მერე აჯანყებულნი ოტიას მამულიდან გამოვიდნენ და გოჯასპირის ეზოს მიუახლოვდნენ. ღრუბელი გაირღვა. თვარე გამოვიდა და გოჯასპირის ჭიშკართან მდგარი დღესავით გაანათა. როდესაც იოაკიმე აბულაძემ ქუთაისის სამაზრო კომისარს კარისმერეთის მილიციის განიარაღება და აჯანყება აცნობა, გადაწყვეტილ იქნა ზემო იმერეთში დამსჯელი რაზმი გაეგზავნათ. 60 ცხენოსანი გვარდიელი. რაზმის უფროსი ოტიას მდივნის ცოლის ძმა დათა ყიფიანი იყო. თვითონაც ზემო იმერელი მემამულის შვილი და განიარაღებისათვის მიჩნეული სოფლების მცოდნე. რაზმი ქუთაისიდან დილით გამოვიდა. მხედრებმა საღორიას ტყე გაიარეს და რიონის სადგურის მერმე მდინარე ყვირილას მიადგნენ. პირველად ისინი ვარციხეში გაჩერდნენ. ვარციხის სასახლიდან მრეწველი ანანოვი კარგახანია გაქცეულიყო. მისი ღვინის ქარხნისა და სარდაფების მუშები მახლობელ სოფლებში წასულიყვნენ. რაზმის უფროსმა ყიფიანმა ვარციხის მილიცია აღადგინა და ქარხანას, სარდაფებს დარაჯები მიუჩინა. აჯამეთის ხის მოჭრა აკრძალა და საეჭვო გლეხების დევნა, დაპატიმრება და ქუთაისის ციხეში გაგზავნა დაიწყო. ვარციხეში რაზმის ჩამოსვლა ადრე გაიგო კარისმერეთმა. ვანო მახათაძემ, ნიკო გოცირიძემ, კირილე მეძმარიაშვილმა და გალაქტიონ გელაშვილმა მზადება დაიწყეს. აღრიცხვაზე აიყვანეს და შეაიარაღეს 300-მდე გლეხი. ვარციხეში ყიფიანი 10-ოდე გლეხის დაპატიმრებით და მათი ქუთაისის ციხეში გადაგზავნით დაკმაყოფილდა. მერმე ანანოვის ღვინის სარდაფში დამზადებული შამპანიურით, რიონით დამთვრალი ყიფიანი მენშევიკური გვარდიის მთავარი შტაბის ერთ-ერთი ინსტრუქტორი ვარლამ ფოფხაძე, ყიფიანის თანაშემწე პოდპორუჩიკი სიმონ წერეთელი, მათი ამხანაგები სანდრო წულუკიძე და კოწია ჩხეიძე კარისმერეთისაკენ გაეშურნენ. ჭენებით მიხავდათ ცხენები აჯამეთის ტყეში, ნაბიჯით მიმავალ რაზმთან კი ზემდეგი დასტოვეს. ყიფიანი და წერეთელი ქეიფისა და ლხინის მოყვარული ოფიცრები იყვნენ. უხაროდათ ზემო იმერეთისაკენ ღვინის რაიონში გამგზავრება. ქუთაისიდან მათ თავისი ამქრები უსაქმო თავადი სანდრო წულუკიძე და კოწია ჩხეიძე წამოიყვანეს. წულუკიძე და ჩხეიძე ქუთაისის კლუბში შულერობას, ბულვარში და ჩილინგაროვის საშაქარლამოსთან ლაზღანდარობასა და ოხუნჯობას, სამიკიტნო რესტორნებში ქეიფს იყვნენ მიჩვეულნი. სიმღერაში, დარდიმანდობაში ტოლი არ ხავდათ და ყიფიანმა ისინი თავის სიძის ოტიამ დივნისას დახპატიჟა ზედაზენში საქეიფოთ. ოტიას სიმღერა და მისი ცოლის ბაბოს დაირა განთქმული იყო ზემო იმერეთში. სოფელ სარბევში შედარებით უფრო კარგი წესრიგი დაუხდა ყიფიანს. გვარდიის შტაბის წევრიც კმაყოფილი დარჩა და ლამაზად კარგავდა ხალხის წინაშე თქმულ სიტყვას. არც იმდენი ხალხი დაუტუსაღებიათ აქ. 3 დღის საქმიანობისა და ქეიფის მერმე ყიფიანი აჯანყებულთა მთავარი ბუდის, კარისმერეთის დასარბევად გაემგზავრა. ყიფიანის რაზმის მოსვლა
ძალზე გაეხარდა კარისმერეთელ თავადაზნაურობას, მემამულეებს. ყველაზე მეტად კი ოტიამ დივანს უხაროდა, რადგან ოფიცერი დათა ყიფიანი მისი ცოლის ძმა იყო და უპირველეს ყოვლისა მის მამულსა და სახლკარს დაიცავდა იგი. ჩემი ბიჭები ჩამოვიდნენ და ახლა ამ უცხირპირო გელაშვილებს, ტურიაშვილებს და ენდელაძეებს მათრახის ცემით გაასცივებენ, ტრაბახობდა ოტია. მართლაც ჩამოსვლისთანავე ფრანკ აგრანომის ტიებოს სახლიდან გარეკეს საბჭო. მეთაურები დააპატიმრეს, საშინლად სცემეს და ყველანი კარისმერეთის საპატიმროში შეჰყარეს. მემამულეებს ჩამორთმეული მიწები დაუბრუნეს, მათ შორის ოტიასაც. შეუდგნენ შემჩნეული გლეხებისა და ბოლშევიკების დევნასა და დაპატიმრებას, მაგრამ აჯანყების მეთაურებს მათ რაზმს ვერასგზით ვერ მიაკლიეს. აღდგენილი იქნა ელიზბარ ბაქრაძე და მისი მილიცია. ყიფიანმა გლეხებს იარაღის ჩაბარება მოსთხოვა. კარისმერეთის სკოლაში თითო ოროლა გლეხმა იწყო მოსვლა და შაშხანების ჩაბარება. რაზმის მეთაურმა იფიქრა, აჯანყებული გლეხები შეშინდნენ, ვნებდებიან და ალბათ წინააღმდეგობასაც აღარ გაგვიწევენო. სწორედ ამის გამო, როდესაც ტერეზა თავისი შვილებით და სტუმრებით ზედაზენში გაეშურა, ყიფიანმა ერთი დღით ზედაზენში ასვლა გადასწყვიტა და ჩხეიძე და წულუკიძე თან წაიყვანა. სიფრთხილისათვის რაზმთან თავისი თანაშემწე წერეთელი დასტოვა.